თბილისი მხატვარ თემურ შვანგირაძისთვის ყოველთვის განსაკუთრებული ქალაქი იყო. ადგილი, რომელმაც მისი შემოქმედება და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები განსაზღვრა. დღეს ქალაქის ქუჩები, ხედები და შენობები მის სტილოებზე ცოცხლდება. ერთი შეხედვით ძალიან გაცვეთილი თემაა, ხო, ძალიან ბევრი მხატვარი ხატავდა თბილისს, ხედებს, შემდეგ მაგრამ ჩემთან პატარა სხვაობა არის იმ ხრივ, რომ მე სულ მუდმივად 20 წლამდე მქონდა მონატრების გზნობა, ვინაიდან ცხოვრობდი არა საქართველოში. ერთი სული მქონდა, რომ მოვიდოდა ზაფხული, რომ ჩამოვსულიყავით აქ. ეს რომ ვიზრდებოდი ეს გზნობა და დამოკიდებულება ღვივდებოდა უფრო და უფრო გააზრებული ხდებოდა. ამიტომ თბილისში ყოველი ჩამოსვლისას მოლბერტ გადაკიდებული ეძებდა ქუჩებს, საინტერესო კუთხეებს, ძველ შენობებს, ხედებს და იქვე ადგილზე ტილოზე ცოცხლად აღბეჭდავდა. მოგონება და მოგონილი თბილისი არასოდეს დაგაღალატებს დამუშევარი. არასოდეს არ გამოვა კარგი დამაჯერებელი და სათნო, რაც თბილისს ახასიათებდა ამ ნამდვილ თბილისის ძველს, სათნოება. არ იყო გავრცელებული მაინდა-მაინც ქართულ მხატვრებში ეტიუდი მოგდებული მოლბერტი მხარზე და ტილო ხელში ან ძალიან პატარა საეტიუდე ფორმატი და სიარული. დღეს ამ ადგილებიდან ბევრი შეცვლილია, ან საერთოდ აღარ არსებობს, მაგრამ მხატვრის ნამუშევრებზე ისინი თავიანთ პირვანდელ სახესა და ხასიათს ინარჩუნებენ. ბევრი ადგილები ესე იცის ხოლმე მონატრება ხატვარს რო დახატული აქ ხანდახან გაივლის ხოლმე და შეავლებს თვალს, აბა როგორია ის მე რო მაგალითად ნახევარი საუკუნის წინ დავხატე ხო და ძალიან ბევრჯერ მე მარტო და არა მარტო ჩემი მეუღლესთან ერთად მივსვარ და ვეცებ და აღარ არის. ის რაც შემორჩა უკვე უნებლიე დოკუმენტალისტიკად გადაიქცა ეს ნახატები და ესე იგი ეს იყო და არის და მართლა ესეთი იყო, იმიტომ რომ ყოველგვარი იზმების გარეშე ვხატავდი ჩემ პირად დამოკიდებულებას. ეს არის აბსოლუტურად ცენტრი შეგვიძლია დავარქვათ სომხური თეატრის მოპირდაპირე ხარე და ეს ჯგუფი კოხთა პატარა მიკროუბანი მომეწონა და დავდექი და დავიწყე ხატვა. სამწუხაროდ დღეს რომ მოვინახულეთ ეს ადგილი დაგხვდა ესეთი სურათი. აი ესე გამოიყურება მაჭრის ქუჩა დღეს. ბევრ თბილისელს ახსოვს დიდი ხანი არა რაც დაანგრიეს ეს შენობა. მოდების ატელიე ერქვა. თავის დროზე ესეც უცხო იყო, რა თქმა უნდა, ამ გარემოცისთვის, ძველი თბილისისთვის. ერთი 10 წლის წინ გავიარე და ესეც დაინგრა. ესე გამოიყურება უკვე გაველურ და გავერანდა იქაურობა, ხეები ამოსული, ბუჩქები და ასე შემდეგ. ნუ ალბათ რაღაცას ააშენებენ სავარაუდოდ. როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. თუმცა ეს ექსპოზიცია მისთვის ყველაზე ძვირფასია. იგი მთლიანად მხატვრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება და მის მრავალწლიან შემოქმედებას ერთ სივრცეში აერთიანებს. ესე ერთად საკუთარი ნამუშევრები არასოდეს არსად არ მინახიათ. და შემოვედი როგორც სხვისი მხატვრის გამოფენაზე. ესეთი შეგრძნება მქონდა. ამითი ალბათ საინტერესო არის დრო და დრო რაღაც აი თითქოს ანგარიში ის რა ქვია თავის გასული წლების და მუშაობის მხატვარმა უნდა გააკეთოს და გამოიტანოს საჯაროდ დასათვალიერებლად განსახილველად. ექსპოზიცია ჩემი მონატრებული თბილისი არის შეხვედრა იმ დედაქალაქთან, რომელიც ავტორის მეხსიერებაში და მის სტილოებზე სამუდამოდ აღიბეჭდა.